როლანდ ხოჯანაშვილი დღეს თქვენთვის დაინტერესებული პირებისათვის ავტორიზაციის 4-ვე სტანდარტთან მიმართებით დავიწყებთ 4 დღიან ტრენინგ კურსს, რომელიც ყოველ საღამოს 20 საათზე გაიმართება. მე გაგიზიარებთ ახლა ფაილს, რომლის მიხედვითაც თქვენ შეგეძლებათ დააკვირდეთ კიდევაც იმ პუნქტებს, რომლის მიხედვითაც უნდა დავაკმაყოფილოთ ავტორიზაციის პირველი სტანდარტი და ხვალ მეორე სტანდარტზე ვისაუბრებთ, შემდეგ დღეებში კი მესამე და მეოთხე სტანდარტზე. ანუ თითო დღეს გვექნება თითო სტანდარტთან მიმართებით საუბარი. რასაკვირველია, მინდა იმისი აღნიშნოთ, რომ ეს შეხვედრა ტარდება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის უშუალო ინტერესითა და ასევე მხარდაჭერით. მე წარმოადგენ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოსაც. ამავდროულად დავამატებ იმას, რომ მე ვარ 213 და 114 საჯარო სკოლების მენტორი მასწავლებელი, გახლავართ ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი და ამის გარდა ჩემი სტატუსი გახლავთ კიდევ ავტორიზაციის საგნებრივი ექსპერტიც გახლავართ. მოკლედ, მინდა გითხრათ იმის შესახებ, რომ ავტორიზაცია, რომელიც ბოლო მესამე წელია დაიწყო საჯარო სკოლებში და კერძო სკოლებში ავტორიზაციის პროცესი უკვე რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს, არაფერი განსაკუთრებულობა აქ არ ხდება. მინდა გითხრათ, რომ ავტორიზაცია გახლავთ გარე შეფასების საშუალება, ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანუ საჯარო სკოლები, ან კერძო სკოლები ხომ არ არღვევენ ბავშვთა უფლებებს და საუკეთესო ინტერესები, რაც ემთხვევა, რა თქმა უნდა, განათლების უფლებას, ხომ არ არის შეზღუდული, ან ხომ არ არის ხარვეზიანი. მოკლედ, გეტყვით იმას, რომ 4 სტანდარტის მიხედვით ამოწმებს სახელმწიფო ინსტიტუცია, ეს გახლავთ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი, სკოლებში მიმდინარე პროცესებს და ეს პროცესები არის ძალიან საინტერესო და თანმიმდევრული. რა თქმა უნდა, ყველა საქმეს სჭირდება გეგმაზომიერი ქმედებანი და მით უმეტეს 12 წლიანი სწავლება, რომელიც გახლავთ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების ძირითადი საქმიანობა, უნდა იყოს დაგეგმილი და უნდა იყოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. 4-ვე სტანდარტთან მიმართებით ვისაუბრებთ დეტალიზებულად, ოღონდ დღეს მხოლოდ ვისაუბრებთ კონკრეტულად პირველ სტანდარტზე. პირველ სტანდარტს უწოდებთ ასევე სკოლის ფილოსოფიასაც, რომელიც ბუნებრივია, ზუსტად იმ დანიშნულებით არ გამოიყენება ეს სიტყვა ფილოსოფია, როგორითაც ძველი ბერძნები გამოიყენებდნენ, ან დღეს სამეცნიერო წრეებში რომ არის აღიარებული, ვიცით რომ ფილოსოფია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის უზოგადეს კანონებს სამყაროში არსებულს, მაგრამ სკოლის ფილოსოფია ზუსტად ერთ-ერთში არ ემთხვევა. თუმცა პირველი სტანდარტი, იმიტომ გახლავთ ეს ეგრეთ წოდებული სკოლის ფილოსოფია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, მაშინ იქნება მეორე, მესამე ან მეოთხე სტანდარტი. როგორც წესი, სტანდარტებში გახლავთ კომპონენტები, ანუ შემადგენელი ნაწილები, პირველ სტანდარტსა და ბოლო მეოთხე სტანდარტში გახლავთ ორ-ორი კომპონენტი, ანუ ორ-ორი შემადგენელი ნაწილი, ხოლო მეორე სტანდარტში არის 4 კომპონენტი და მესამე სტანდარტში კი გახლავთ 7. ესე იგი, სულ 15 კომპონენტისაგან შედგება ავტორიზაციის 4 სტანდარტი და დღეს პირველი სტანდარტის 2 კომპონენტს, კერძოდ კი სკოლის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს, ასევე სკოლის დაგეგმა განვითარებასაც გავადევნებთ თვალს. მოდი ახლა ყურადღებით მოვისმინოთ, რას გულისხმობს პირველი სტანდარტის პირველი კომპონენტი, ანუ სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები და ასევე პირველი სტანდარტის მეორე კომპონენტი, სკოლის დაგეგმა და განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც ამ კონკრეტულ გაიდს, ანუ ერთგვარ გზამკვლევს ვქმნიდით სკოლებისათვის, თავისთავად ცხადია, გვქონდა ერთი მნიშვნელოვანი მიზანი. ნებისმიერ სკოლას, რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლებებით დაეკმაყოფილებინა 4-ვე სტანდარტის ნებისმიერი მოთხოვნა. თუმცა არის ზოგიერთი ისეთი კომპონენტი, რომელშიც მეც და ნებისმიერი ფიზიკური პირი ვართ უძლურნი. მაგალითად, შენობის მდგრადობის დოკუმენტს ვერც ერთი ფიზიკური პირი ვერ შექმნის, მაგრამ სკოლაში არსებული პერსონალი, როგორც არის სკოლის დირექტორი,
დირექციაში შემავალი მოადგილეები, ბუღალტერი, ადმინისტრაციის წევრები, მასწავლებლები და ასე შემდგომ, ყველანი პასუხისმგებელი ვართ ზედმეტ-ნაკლებად 4-ვე სტანდარტის შესრულებაზე, ზედმეტ-ნაკლებად. რასაკვირველია, სკოლის დირექტორი, რომელიც წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში სკოლის სახელით მოქმედებს სკოლის დირექტორი, მას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა, კერძოდ ეს გახლავთ მენეჯერული დატვირთვა, რა თქმა უნდა, დირექტორი კი არ აკეთებს ყველაფერს, არამედ დირექტორი მართავს ამ ყველაფერს. მაგალითად, თუ კი დირექტორს არ აქვს მაგალითად საათობრივი დატვირთვა, ანუ არ ატარებს გაკვეთილებს და არ არის პარალელურ რეჟიმში მასწავლებელი და მხოლოდ დირექტორის პოზიციით არის დაკავებული, ამ შემთხვევაში მას როგორც სკოლის ხელმძღვანელს ევალება პროცესების ზედამხედველობა, მართავს და სხვა დანარჩენებს კომპეტენციის ფარგლებში მოსთხოვს იმას, რაც ევალდებულებად ხელშეკრულების თანახმად. პირველი კომპონენტი, როგორც წეღამ თქვით, პირველსავე სტანდარტში გახლავთ მისია, ხედვა და ღირებულებები. ამ სამ ტერმინს თუ კი შევხედავთ, შეიძლება უცებ ვიფიქროთ, ეს რა არის, ან რაში გვჭირდება. მისია გახლავთ სკოლის უზენაესი მიზანი, რისთვის შეიქმნა ჩვენი სკოლა. რა თქმა უნდა, კერძო სკოლებს დამფუძნებლები ხსნიან, მაგრამ საჯარო სკოლების დამფუძნებელი გახლავთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუცია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. და თავისთავად ცხადია, როდესაც რეგიონებში დაახლოებით 2000-მდე საჯარო სკოლაა თბილისიდან მოყოლებული ყველა რეგიონში, აქ თავისთავად ცხადია, მათი დამფუძნებლებად მოიაზრება სახელმწიფო, იმიტომ არის ეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სახელმწიფო სკოლები და კერძო სკოლები თავისთავად ცხადია, მათი დამფუძნებელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირები, ასევე შეიძლება იყოს იურიდიული პირები. ანუ კერძოსა და საჯარო სკოლებს შორის ეს განსხვავება. საჯარო სკოლის დამფუძნებელი აუცილებლად სახელმწიფოა და კერძო სკოლის დამფუძნებელი არის უკვე არა სახელმწიფო ინსტიტუცია, არამედ კერძო პირი ან კერძო იურიდიული დაწესებულებები. როდესაც ჩვენ გინდათ კერძო სკოლას ან ჩვეულებრივ საჯარო სკოლას ვუყურებთ, პირველ რიგში უნდა დავინახოთ ამ სკოლებს აქვთ თუ არა კარგად განსაზღვრული, რისთვის შეიქმნენ ისინი, რა არის მათი უზენაესი მიზანი, რისთვის არის ეს სკოლა შექმნილი, მასწავლებლების ხელფასის გასაცემად, დირექტორის პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, თუ კონკრეტულად მოსწავლეთა პროგრესირებისა და ხელშეწყობისათვის. საქართველოს კონსტიტუციით, ისევე როგორც საერთაშორისო არაერთი აღიარებული დოკუმენტის მიხედვით და ასევე საქართველოში გამოცემული არაერთი ბრძანებითა თუ კანონმდებლობით არის განსაზღვრული განათლება როგორია და რისთვისაა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას უყურებთ ჩვენ და იქ წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ თურმე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს განათლება. ისევე როგორც სიცოცხლე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, განათლების უფლებას ადამიანებს საქართველოში ასაკის შეუზღუდავად განიხილავენ და ასე რომ რა ასაკში ადამიანი, მას ჩვენ ვერ დაუშვით განათლების მიღებას, პირიქით უწყვეტობასაც კი ვეუბნებით ადამიანებს, რომ განათლება და განვითარება უწყვეტ რეჟიმში უნდა ქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს, რომელსაც არ აქვს პროგრესირების სურვილი და შესაძლებლობები, შრომით ბაზარზე ვერ იქნება კონკურენტუნარიანი. და ამიტომაც სკოლის მისიაში ძირითადად მკაფიოდ, ნათლად და ძალიან მოკლედ იწერება, რისთვის შეიქმნა ესა თუ ის სკოლა. აქ შეიძლება დავწეროთ, რომ კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს ჩვენი მოსწავლეები, შეიძლება აისახოს ის, რომ დამფასებელი უნდა იყოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების და სხვანი და სხვანი. ზოგადად ჩვენ გვაქვს მოგეხსენებათ ერთი განათლების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელსაც ეწოდება სგემი, ანუ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები 2004 წლის შემოდგომაზე მიიღეს პირველად საქართველოში, მას ხელი მოაწერა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და 20 წლის განმავლობაში სგემი, ანუ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები არ შეცვლილა. 2024 წელს კი უკვე 20 წლის გასვლის შემდეგ რაღაც კორექცია იყო საჭირო ამ ზოგადი განათლების შესახებ
რომ მივიღეთ ეს დოკუმენტი, ანუ SGEM-ის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და უკვე დღეს ჩვენ გვაქვს სახეცვლილი SGEM-ი, სადაც წერია სკოლას რომ ამთავრებს ბავშვი, როგორი უნდა იყოს სასურველი, თავისი განათლებით, აღზრდილობით და ასე შემდეგ. თუ კი ჩვენ ჩავხედავთ ამ დოკუმენტს, ანუ SGEM-ს, მოკლედ რომ ვეძახით, ვნახავთ რომ იქ იდეალური მოქალაქე უნდა გაზარდოს სკოლა. რა თქმა უნდა, იდეალურ მოქალაქეებს ჩვენ ვერ გავზრდით, იმიტომ რომ იდეალური ეს არის ფაქტობრივად შეუძლებელიც, მაგრამ რა თქმა უნდა, რაღაც მისწრაფებისკენ ზედა თამასა მართლაც უნდა გქონდეს, თუ როგორი მოქალაქე უნდა გაზარდოს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებმა. ანუ აი ამ SGEM-ში პუნქტობრივად არის ჩამოთვლილი, თუ როგორი უნდა იყოს 21 საუკუნის ქართული სკოლის კურსდამთავრებული. და ჩვენ ზუსტად აქედან ვიღებთ ძალიან მოკლედ ინფორმაციას, თუ როგორი მოქალაქეების გაზრდის მისია გააჩნია კონკრეტულ სკოლას. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ SGEM-ი გადმოვაკოპიროთ. ძალიან მოკლედ და ნათლად უნდა დაიწეროს და რატომ. იმიტომ რომ SGEM-ი, ისევე როგორც განათლების პოლიტიკის სხვა დოკუმენტები, იწერება დოკუმენტური ენით, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანებისათვის შესაძლოა იყოს რამდენადმე გაურკვეველი. იმისათვის, რომ ყველა ადამიანმა, მიუხედავად მისი განათლების ხარისხისა, სკოლის მისიას რომ გადახედოს, უნდა დაინახოს რა დიდ მიზანს ემსახურება კონკრეტული სკოლა. ამიტომაც SGEM-ს არ ვაკოპირებთ სკოლის მისიაში, პირიქით კონკრეტულ სკოლას შესაძლოა ქონდეს ისეთი ტიპის მისია, რომელიც მეზობელ სკოლებში არ განმეორდეს, არათუ რეგიონსა და მთელს ქვეყანაში. აი, რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების დოკუმენტის შემუშავება დაიწყეს, საქართველოში ერთი ფორმატი დატრიალდა სულ და ყველა სკოლაში, სადაც არ უნდა შესულიყავით, იყო ერთნაირი მისიის, ხედვისა და ღირებულებების დოკუმენტები. ეს რა თქმა უნდა დაუშვებელია და რატომ? აი, მაგალითად, ფოთში კონკრეტულ სკოლაში სკოლის მისია არ შეიძლება იყოს უპირველესი მიზანი, არ შეიძლება იყოს მაგალითად მეღვინეობის განვითარება. ისევე როგორც მაგალითად არ შეიძლება სიღნაღსა და თელავში იყოს საზღვაო ინფრასტრუქტურის ან საზღვაო საქმიანობის შესწავლა ბავშვებისათვის. გასაგები მიზეზების გამო, ხო? ანუ ყველა გეოგრაფიულ არეალს, ყველა ლოკაციას თავისი სპეციფიკა გააჩნია და თავისთავად ცხადია მისიაში, ანუ უდიდეს მიზანში ეს უნდა ჩადეს კიდევაც. აი თქვა, თუ ავიღებთ ჩვენ საქართველოში არსებულ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს, რომლებიც ქიმიური, ფიზიკური თუ ბიოლოგიური მტრით არის დაბინძურებული. ასეთი გახლავთ მაგალითად ჭიათურა, რუსთავი, ძირითადად, ხო? და ზესტაფონი ასევე. აი ამ ქალაქებში რა შეიძლება იყოს, თქვათ, ამოსავალი მისიაში, რომ აი თქვათ ეკოლოგიურად მაღალი ცნობიერება გააჩნდეს სკოლას რომ დაამთავრებს ბავშვი. მაგრამ დაახლოებით ამდაგვარი მისია ალბათ ნაკლებად ექნება იმ რეგიონებს, სადაც ეკოლოგიური პრობლემები არ არსებობს. რაც შეეხება ხედვას, ეს გახლავთ 5, 10, 15 თუ რამდენიღაცა წლის განმავლობაში სკოლის ის გზა, რომელმაც შეიძლება ამ მისიამდე მიგვიყვანოს, ანუ რაც დიდი მიზანი გქონდა. რაც შეეხება ღირებულებებს, დამერწმუნებით ალბათ იმაში, რომ აი თქვათ კოლეგიალობა, პროგრესულობა, მაღალი სამოქალაქო შეგნება, ტოლერანტობა და ასე შემდეგ, რაც ნებისმიერ წერტილში ყოველთვის ფასეულობა იყო, ეს რა თქმა უნდა ყველა სკოლაში შეიძლება გავიმეოროთ კიდევაც. ანუ კიდევ დეტალიზებულად ყველაფერს ჩაგიკითხავთ, ოღონდაც მერე ცოტა ხნის შემდეგ ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სკოლის მისია ეს გახლავთ უზენაესი მიზანი, რა მიზნით არის ჩვენი სკოლა შექმნილი, ხედვა არის 5-15 წლიანი ინტერვალის განმავლობაში, რა გზა უნდა გაიაროს სკოლა იმისათვის, რომ ეს მისია იყოს შესრულებული და ღირებულებები კიდე ის არის, რაც მუდმივად ფასეულია ყველა სკოლაში. თუნდაც ტოლერანტობა, მეგობრულობა, სამართლიანობა, ობიექტურობა და სხვა და სხვა. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ეს არის სკოლის დაგეგმა და განვითარება, უნდა აღინიშნოს ის, რომ სკოლას მოეთხოვება 7 წლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება და რატომ 7 წლიანი სტრატეგიული გეგმისა. ჩვენთან სამწუხაროდ ქვეყანაში, აი საერთოდ რომ უყურებთ, დირექტორების მისამართით არის საკმაოდ არა კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. რატომღაც მასწავლებლებს გვეჩვენება, რომ
აუცილებლად ჩაგრავენ ჩვენ დირექტორები უმეტეს შემთხვევაში მე გასაცხებულობ ახლა ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში წერილებს ძირითადად ჩანს ის რომ აი დირექტორები მათ ჩაგრავენ იმიტომ რომ საათები მაგალითად ამ კონკრეტულ სკოლაში 15 მისცეს და არაძლევს მაგალითად 25 საათს და როდესაც საქმეზე მიდგა აღმოჩნდა რომ ეს 15 საათიანი მასწავლებელი ამ კონკრეტულ სკოლაში რომ არის მეორე სკოლაში 25 საათიანი დატვირთვით მუშაობს მეორე წვლაში ან პირველ წვლაში და ასე შემდეგ. მოკლედ ერთი სიტყვით ხანდახან ძალიან ტენდენციურები ვართ მასწავლებლებიც და სრულიად ობიექტურები არიან დირექტორები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაობიექტურობას არ ექნება სადმე ადგილი დირექტორების მხრიდან. ამიტომაც ნახეთ ახლა რადგანაც დირექტორზე ძალიან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთეთ, გეტყვით იმას, რომ დირექტორების სტანდარტი რაც არის, დირექტორის სტანდარტი, საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტია ლაპარაკი, ფაქტობრივად ერთ-ერთი ემთხვევა ავტორიზაციის სტანდარტს. და რატომ? იმიტომ რომ ყველანაირ პროცესებზე, მიმდინარე პროცესებსა და შედეგებზე უმაღლესი პასუხისმგებლობა გააჩნიათ დირექტორებს. მე პირადად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დირექტორი მყავს სანაცნობო წრეში, ძალიან ბევრი დირექტორია ჩემი მიერ ჩატარებული ტრენინგების საშუალებით ამ კონკრეტულ პოზიციაზე, ანუ დირექტორის პოზიციაზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მათგანი არიან ფაქტობრივად საქმეზე შეწირული ადამიანები. ისინი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმიანობას და მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ, რა თქმა უნდა, ავტორიზაციის პროცესიც. როდესაც სკოლაში თქვა სიტყვაზე სპორტის მასწავლებელი ან ქიმიის მასწავლებელი, თუნდაც არაობიექტურად შეაფასებს მოსწავლეს, არასწორად შეადგენს სასკოლო სასწავლო გეგმის იმ ნაწილს, რასაც ქვია საგნობრივი კურიკულუმი, რა თქმა უნდა, სისტემა არ მოსთხოვს პასუხს სათითაოდ ამ მასწავლებლებს, არამედ დირექტორს დაუსვამენ კითხვას, რატომ არის ეს არასწორად გაკეთებული. რა თქმა უნდა, დირექტორმა თვალყური უნდა აადენოს ყველაფერს და ამიტომაც ეს უმაღლესი პასუხისმგებლობაა სკოლაში და ძალიან გთხოვთ, თუ მართლა არაობიექტური გადაწყვეტილება არ მიიღო დირექტორმა, მაინც და მაინც კრიტიკულად ნუ გავეწყობით ამ ადამიანების მიმართ, რადგანაც მათაც ზუსტად აქვთ ის ყველანაირი მოთხოვნილება თუ ყველა ის ვალდებულება, რაც შეიძლება ნებისმიერ მასწავლებელს გააჩნდეს. და რატომ გავაკეთე ამხელა აქცენტი ახლა, როგორც წესი, არჩეულ დირექტორს აქვს 6 წლიანი ვადა. 6 წლის განმავლობაში დირექტორი ბუნებრივია სკოლაში სასწავლო პროცესებს გეგმავს, მართავს, ახორციელებს და უკვე შესაძლოა 6 წლის თავზე მას მეორედ, როდესაც მეორე ვადით იცით თქვენ რომ არჩევის საშუალება აქვს კანონმდებლობით, აღარ დაუჭიროს მხარი სამეურვეო საბჭო. და თუ კი ძველი დირექტორი, რომელიც 6 წელი მართავდა სკოლას, ავად თუ კარგად და არ გაუგრძელა სამეურვეო საბჭომ მას ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში ძველი დირექტორი რომ მიდის, ახალი უნდა მოვიდეს ან დირექტორი, ან მოვალეობის შემსრულებელი. და ამ შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებელი რომ არ აღმოჩნდეს დაუგეგმავს სკოლაში, ამიტომაც მას ხვდება წინა დირექტორისგან ეგრეთ წოდებული 7 წლიანი გეგმის ბოლო დაგეგმილი წელი უკვე. ანუ 7 წლიანი სტრატეგიული გეგმა გულისხმობს იმას, რომ დირექტორის ერთ სამოქმედო ვადას აჭარბებს 1 წლით და რა არის მიზეზი იმისა, რომ 7 წელი ავიღეთ და არა თქვათ 35 ან 3, იმიტომ რომ ერთი ვადა მაინც რომ დაამთავრა დირექტორმა, ამის შემდგომ მის შემდგომ რომ დაინიშნება თუ აირჩევა დირექტორი, მას არ მოუწიოს უცებ დაუგეგმავს სივრცეში ოპერირებამ და ამიტომაც არის 7 წლიანი სტრატეგიული გეგმა. თვითონ სიტყვა სტრატეგია არაფერი ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი არ გახლავთ. სტრატეგია ითარგმნება როგორც ხერხი, ხერხები, ასე და ესე იგი ეს გახლავთ 7 წლიანი დაგეგმვა, რომელიც რა თქმა უნდა მთლიანობაში სასკოლო ინტერესებს ემყარება. 7 წლიანი გეგმიდან გამომდინარეობს ეგრეთ წოდებული 1 წლიანი გეგმები. ნახეთ თუ ჩვენ 6 განსაკუთრებული მიზანი გვაქვს სტრატეგიულ გეგმაში, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად, ყოველ სასწავლო წელში ეს 6-ვე მიზანი განმეორდება. თუმცა შესაძლოა სტრატეგიული გეგმა 3 წელიწადში ერთხელ მნიშვნელოვნად შეფასდეს, თუ რაიმე ამოსაკლები ამოაკლონ მასში, თუ დასამატებელია დაამატონ.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებს სკოლაში არსებული სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფი, მონიტორინგს ახორციელებს, თუმცა მონიტორინგის გარდა არის შეფასებაც. ანუ 7 წლიან გეგმას, როგორც წესი, 3 წლის თავზე ერთხელ შეაფასებენ, მაგრამ ყოველწლიურად თვალყურს ადევნებენ. თუ კი რაიმე მასში შესატანი ან გამოსატანი გაგვიხდა, რაღაც პუნქტები, ამას ახორციელებს სკოლა. თუმცა მივხვდით ალბათ, რატომ გვაქვს 7 წლიანი სტრატეგიული გეგმა და არა 5-იანი ან 35-იანი თუ 9 წლიანი და ასე შემდეგ. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, როგორც გითხარით, ეს არის სტრატეგიული გეგმის ერთწლიანი ვერსია, ანუ ერთ კონკრეტულ წელში რა უნდა გააკეთოს სკოლამ. რა თქმა უნდა გააკეთდეს ყველაფერი, რაც სტრატეგიულ გეგმაში აღწერილი, ოღონდ პუნქტებად უფრო დაწვრილმანებით არის ჩამოწერილი და მე გთავაზობთ, რა თქმა უნდა, ამისათვის თქვენ შესაბამის ნიმუშს, რომელიც ეგრეთ წოდებული დრაივის ლინკებით არის ამ გაიდში მოცემული და გეტყვით იმასაც, რომ შეგიძლიათ რაღაცების შეცვალოთ, ოღონდ კანონმდებლობას არ უნდა გაექცეთ არავითარ შემთხვევაში. იმისათვის, რომ სკოლის ფილოსოფიის ორივე კომპონენტი გქონდეს უხარვეზო, ამისათვის უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ანუ უნდა გავყვეთ ასეთნაირად. სკოლაში, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი, დირექტორი, სტანდარტული ბრძანებით ამტკიცებს ეგრეთ წოდებული სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ბრძანებას წერს. ანუ ამ ბრძანებაში არის უკვე ის ნიუანსები მოყვანილი, თუ ვინ იქნება პირველი სტანდარტის ორივე კომპონენტისათვის თვალყურის მადევნებელი, პროექტების შემდგენელი და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარმომდგენი. რა თქმა უნდა, ვიდრე სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფს შექმნიდეს ბრძანებით დირექტორი, აი დააკვირდით გამუქებული გახლავთ ეს ყველაფერი, მანამდე დირექტორი ამტკიცებს ეგრეთ წოდებული სტრატეგიული განვითარების, სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის დოკუმენტს, ანუ ეს გახლავთ იგივე წესი. სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია, ანუ სტრატეგიული დაგეგმარების წესი. აი ახლა მე რაც ლურჯად აქ მონიშნული მოვნიშნე, აი ამას რომ დააწყაპებთ ჩვეულებრივ, ვისაც ეხერხება კოპირება და თქვათ გადატანა ინტერნეტის ბრაუზერის მისამართის ზოლში, ჩვეულებრივ გაგიხსნით დოკუმენტს. ჩამოტვირთავთ, იქ გაყვითლებულ ფონზე უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ აი იქ არის ჩასაწერი მაგალითად სკოლის სახელწოდება და ასე შემდგომ. და რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამ დოკუმენტის ბრმად დამტკიცება. რას ნიშნავს ბრმად დამტკიცება? უნდა წაიკითხოს ეს აუცილებლად დირექტორმა ძალიან დეტალიზებულად და შემდეგ გააცნოს თავის თანამშრომლებს. ამისათვის მას დაჭირდება დიდი 15-20 წუთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ამ დოკუმენტს, როდესაც გააცნობს, იტყვის მერე, რომ მე როგორც დირექტორი ვარ ვალდებული ეს მეთოდოლოგია, ანუ წესი დავამტკიცო ბრძანებით და ამისთვის სტანდარტულ ბრძანებას 2 დეფისი რაღაცით წერენ დირექტორები, რაღაცას რომ ამბობ, ანუ 2 დეფისი და მე ნუმერაცია როგორიც იქნება, ეგ შეგიძლიათ დღევანდელი, ხვალინდელი, ზეგინდელი რიცხვით გააკეთოთ. სულ არ არის აუცილებელი დაიწყოთ ახლა ფიქრი იმაზე, შაშანწიდელი რიცხვით ხომ არ გავაფორმო, ხომ არ არის დარჩენილი სადღაც სიცარიელე იმ თქვათ რეგისტრაციის ჟურნალში და ასე შემდეგ. არანაირი ასეთი არ გჭირდებათ. ხვალვე შეგიძლიათ თუ ვინმე ხართ აქ დირექტორები, ეს დოკუმენტი ჩამოტვირთოთ, წაიკითხოთ, გააცნოთ თანამშრომლებს და მე სტანდარტული ბრძანებით გააფორმოთ ამ მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ ბრძანება გქონდეთ დამტკიცებული. უკაცრავად, თუ შეიძლება მიკროფონებს ნუღა გამომათიშინებთ ხოლმე რამდენჯერმე, მე ამისთვის დრო ნაკლებად მაქვს და ხელიც გვეშლება ყველა ჩვენგანს. მოკლედ, ერთი სიტყვით, ამ ლურჯი ბუმულის მიხედვით, რომ ჩამოტვირთოთ დოკუმენტს და გაეცნობით, დირექტორი და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორი წერს სტანდარტულ ბრძანებას 2 დეფისი და მე რაღაც რიცხვი როგორც ნუმერაციით მოუწევს და ამტკიცებს ამ მეთოდოლოგიის დოკუმენტს. და მეთოდოლოგიის დოკუმენტში შედის, რა თქმა უნდა, დამტკიცების სკრიფტიც. მოკლედ, რაც შეეხება ახლა თვითონ სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფის ბრძანებას, აი ასეთი იქნება, მაგრამ SIPS, რომელიღაც საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანება 2-12 ან რომელიღაცა. ლოკაცია ვთქვათ, ქალაქი თბილისი, ვთქვათ, სოფელი რომელიღაც ან რაღაც ესეთი
თქვათ 2 სექტემბერი 2025 თუ 2027 წელი თუ 17 სექტემბერი ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და მერე დაიწყებთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონკრეტული სკოლის ან შეიძლება იყოს აიპ რომელიღაც კერძო სკოლის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფის დამტკიცების შესახებ და მერე წერია რომ აი ესე კონკრეტული რაღაც ეს რიცხვიც რა თქმა უნდა პირობითი აქ რაც აქვს ჩაწევთ ესეთ რამეს რომ ბრძანებით დამტკიცდება სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის მეშვიდე პუნქტის მიხედვით ესეთი რამე რომ სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფი 10 წლის ვადით შეიქმნას შეიძლება იყოს ეს 12 წლიანი და 15 წლიანიც შეიძლება იყოს უვადოც როგორც გნებავთ ასეთი შემადგენლობით სკოლის დირექციის წარმომადგენლები პირველი მაგალითად დირექტორის პირველი მოადგილე ბუღალტერი თვითონ დირექტორი აქ არ შევა და რატომ არ შევა გეტყვით ამასაც სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფი არის ანგარიშვალდებული სკოლის დირექტორის მიმართ და თუ კი ამ სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფშია თვითონ დირექტორი, ანუ თვითონვე ხო არ იქნება სამუშაო ჯგუფის წევრიც და საკუთარი თავის წინაშე პასუხისმგებელის. ამიტომაც შეიძლება სკოლის დირექციის წარმომადგენლებიდან შეიყვანოთ დირექტორის მოადგილე ბუღალტერი, ან მოადგილეები და ბუღალტერი, ან მარტო ბუღალტერი, ან მარტო ერთი მოადგილე, როგორც გნებავთ. შემდეგ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, საქმის წარმოებელი თუ კი გნებავთ, თქვათ მენეჯერი კიდე საინფორმაციო, შემდეგ კათედრის წარმომადგენლები თქვათ დაწყებით იმის ამის და ასე შემდეგ. ოღონდ თუ დააკვირდებით, აქ სახელები არსად არ წერია და რატომ არ წერია? იმიტომ რომ შესაძლოა კონკრეტული ბრძანება, რომელიც ჩვენ 2025 წელს მივიღეთ, აი დააკვირდით, 2026 წელში ბუღალტერი წავიდა ჩვენგან და ახალი ბუღალტერი დავნიშნეთ, ხო? ამ შემთხვევაში ეს ბრძანება უნდა შეცვალოთ, რადგან სახელი და გვარი გეწერათ. თუ სახელი და გვარი არ გეწერებათ ბუღალტრის ან კათედრის ხელმძღვანელების, ადგებით მაშინ ბატონო და არაფერსაც არ შეცვლით. ჩვეულებრივ გექნებათ, უბრალოდ გააგებინებთ ბუღალტერს, როდესაც ახალს დანიშნავთ, რომ შენ სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფის წევრი ხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ნებისმიერს ესე ეტყვით. მერე ჩვეულებრივ ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დადგენილი წესით რაიონულ საქალაქო სასამართლოში, მისამართი თქვა თბილისი დავით აღმაშენებლის ხელოვანი თუ რაღაცამ დაგვარი და ერთი თვის ვადაშია. ბოლოში რა თქმა უნდა საჯარო სკოლის დირექტორი აწევს ხელს. ნახეთ რა არის ახლა აქვე დავამატებ ერთ რამეს. როდესაც დირექტორი სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის და ასევე კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგიის დოკუმენტებს ამტკიცებს, ძალიან იშვიათია დოკუმენტი სკოლაში, რომლის დამამტკიცებელიც არ გახლავთ საჯარო სკოლის დირექტორი. მაგალითად, საჯარო სკოლის შინაგანაწესს არ ამტკიცებს დირექტორი, მას სამეურვეო საბჭო ამტკიცებს. კერძო სკოლის შემთხვევაში ასე არ არის, რადგანაც კერძო სკოლა სამეურვეო საბჭო არ აქვს. სასკოლო სასწავლო გეგმას ყველანაირ სკოლაში ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო, იმიტომ რომ არ შეიძლება სკოლა პედაგოგიური საბჭოს გარეშე. მაგრამ აი მეთოდოლოგიები და სამოქმედო გეგმები, აი ესეთი დაბოლოებანი რომ ექნება, მტკიცდება დირექტორის ბრძანებით. საქართველოში ბევრგან გამიგონია ეგეთი რამე, რომ აი თქვათ ვიღაც ექსპერტმა მოითხოვა ესეთი რამ, რომ თურმე სტრატეგიული ან 7 წლიანი გეგმა დაამტკიცოს არა დირექტორმა, არამედ სამეურვეო საბჭომ. ეს არის არასწორი, იმიტომ რომ ნახეთ, თუ სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიას ანუ წესს დირექტორი ამტკიცებს, როგორ შეიძლება უკვე სხვა ვინმე დაამტკიცოს ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე შექმნილი 7 წლიანი და 1 წლიანი გეგმები. ამის საფუძველი გახლავთ ის, რომ ალბათ ვინც ჩემსავით დიდი ხანია ხართ სისტემაში, გემახსოვრებათ ერთი მინისტრი, ალექსანდრე ლომაია. ლომაიამ გამოსცა რაღაც უცნაური ბრძანება ძალიან დიდი ხნის წინ, სადაც სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა ზუსტად ასე არ არის ნახსენები, რაღაც გეგმაა ნახსენები და ის არის ჩარჩენილი ზოგიერთი ექსპერტის გონებაში, რომ აი თქვათ ლომაიამ ძალიან დიდი ხნის წინ დაწერა ეგეთი რაღაცა, რომ თუმე რაღაცები უნდა დაამტკიცოს სამეურვეო საბჭომ. და ამ დროს კიდევ ერთხელ გეუბნებით სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები, რა თქმა უნდა, აქვს კერძო სკოლებსაც, მაგრამ არ ყავს სამეურვეო საბჭო. მაშინ დავტოვოთ დაუმტკიცებელი? თუ კერძო სკოლის შემთხვევაში ეს კეთება დირექტორის მიერ, რატომ არ შეიძლება იგივე საჯარო სკოლის დირექტორმაც გააკეთოს და კიდევაც უნდა გააკეთოს ასე. თუ ვინმე შემოგედავებათ როდესმე, უთხარით ჩვეულებრივ რომ კურიკულუმის კი არა სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის დოკუმენტში მითითებული გაქვთ, რომ ამ ყველაფერს დირექტორი ამტკიცებს, ოღონდ სასკოლო საზოგადოებასთან შეთანხმებით. მოდი დავიწყოთ ახლა მისიის ხედვისა და ღირებულებების
შესახებ ვლაპარაკი, როდესაც ჩვენ ამ სტრატეგიულ გეგმას შევქმნით, თავისთავად ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი პროექტი შეიქმნა სკოლაში და ეგრევე მტკიცდება, ასე არ არის. ზოგადად სკოლის ფილოსოფიური 5 დოკუმენტი იქმნება. ეს გახლავთ მისიის დოკუმენტი, ხედვის, ღირებულებების, 7-წლიანი ანუ სტრატეგიული გეგმისა და 1-წლიანი ანუ სამოქმედო გეგმის დოკუმენტები. ეს 5 დოკუმენტია სულ. და ამ 5-ვე დოკუმენტს ეგრევე ვიღაც არ ქმნის და არ აჩიჩებს ხელში სკოლას. ამისათვის საჭიროა სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფმა, რომელიც მინიმუმ 5 წევრისაგან შედგება. მასში არის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი და წევრები. და სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი შეიძლება იყოს დირექციიდან, პედაგოგიური საბჭოდან, მშობლებისგან და ასე შემდეგ. არ აქვს ამას ასწორებითი მნიშვნელობა, ვინც გვეყოლება. 5-ზე ნაკლებს ჩასვამთ, იმიტომ რომ 3 მარტო სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილეა, ხო? და აქედან გამომდინარე 5 წევრი მაინც უნდა გყავდეთ. აი ეს ადამიანები ქმნიან ეგრეთ წოდებულ ფილოსოფიური დოკუმენტების პროექტებს, რომელსაც სასკოლო საზოგადოებას წარუდგენენ. მე რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, რადგანაც სკოლებს არ აქვს დიდი გამოცდილება ამისა, ამიტომაც პროექტის ვერსიას მე თვითონ გთავაზობთ ყველასას და შემდეგ თუ კი მოსაწონი იქნება ეს სამუშაო ჯგუფისათვის ზუსტად ამ ვერსიას წარუდგენენ სასკოლო საზოგადოებას. და სასკოლო საზოგადოება იტყვის, რომ აი მისია კარგია, მაგრამ ხედვაში რაღაც არის დასამატებელი ან გამოსაკლები, ან იგივენაირი დასატოვებელია. ღირებულებები ან კარგია, ან დასამატებელი, ან გამოსაკლებია. ასევე იქნება სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებში. ანუ პროექტები, რომელსაც მე გთავაზობთ, არის კარგი, მაგრამ არა ერთადერთი. განსაკუთრებით ყურადღება მინდა შევაჩეროთ თქვენი კონკრეტულად სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებზე, რომელიც შედარებით ვრცელი დოკუმენტებია, თორემ მისია, ხედვა და ღირებულებები ერთ ფურცელზეც თავისუფლად ეტევა. აქედან გამომდინარე, მისიის, ხედვისა და ღირებულებების პროექტს, რომელსაც მე თქვენ აქ წარმოგიდგენთ, ბევრნაირად შეგიძლიათ და მარტივად შეცვალოთ, მაგრამ სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმების შეცვლა-შემოცვლა მარტივი არ არის. ამიტომაც მისიის, ხედვისა და ღირებულებების დოკუმენტს კრიტიკულად გადახედეთ, მოარგეთ თქვენი სკოლის საჭიროებებსა და ინტერესებს და ამის შემდეგ სამუშაო ჯგუფსია ლაპარაკი, უნდა გააცნოთ მოსწავლეებს, მასწავლებლებსაც და მშობლებსაც. მათგან მიიღოთ უკავშირები ელექტრონულად, პირისპირ შეხვედრით, რომელსაც მერე ჩვეულებრივ შეიძლება ოქმის სახით გააფორმოთ, მაგალითად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფი გაიტანს ამ 5-ვე დოკუმენტის პროექტს. წაუკითხავთ მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლეებს და თუ კი ისინი იტყვიან, რომ რაიმე დასამატებელი ან გამოსაკლებია არგუმენტირებულად, რა თქმა უნდა, დავუმატებთ ან გამოვაკლებთ. ასევე შეხვდებით მშობლებსაც, რა თქმა უნდა, პირწმინდად შეიძლება ყველას ვერ შეხვდებით, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს და ასევე შეხვდებით მასწავლებლებსაც სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფი. ან შეიძლება თუ კი სკოლა პატარაა, ამ შემთხვევაში ერთად დავსვათ მოსწავლეებიც, მასწავლებლებიც და მშობლებიც და ეს პროექტები გააცნოთ. მიიღოთ უკავშირები მათგან და შემდეგ ოქმი დაწეროთ აქტი. სულ ერთია, რითაც დადასტურდება, რომ თურმე სასკოლო საზოგადოება გაეცნო ამ დოკუმენტების პროექტებს. ამის შემდეგ უკვე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი დირექტორთან მიიტანს ამ პროექტებს და ეტყვის წარუდგენს და რომ ეს სასკოლო საზოგადოება გაეცნო ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, სამუშაო ჯგუფის მდივანი ადგენს სხდომის ოქმებს ან აქტებს, ორგანიზებას უწევს შეხვედრებს და ყველა მტკიცებულება უნდა შეგროვდეს. აი ნახეთ, სხდომის ოქმი მაგალითად მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, სხდომის ოქმი მასწავლებლებთან, სხდომის ოქმი სამეურვეო საბჭოსთან და ასე შემდეგ. და დაიწერება იქ, რომ თურმე პროექტს გაეცნო სასკოლო საზოგადოების ესა თუ ის ნაწილი, მოსწავლეები, მშობლები თუ მასწავლებლები ან კიდაც ერთად და დადებითად შეფასდა. სამუშაო ჯგუფის წევრები სწავლობენ ასევე ცვლილებების საჭიროებას, მოკლედ თქვენ ახლაც გაქვთ მისიის, ხედვისა და ღირებულებების დოკუმენტები და თუ კი საჭიროება არის, რა თქმა უნდა, იცვლება და თუ არა და არ იცვლება. როგორც წესი, ამისათვის ინიციატორი გახლავთ სასკოლო საზოგადოების რომელიმე წევრი ან წევრები. მაგალითად, სიპ რომელიღაცა საჯარო სკოლის დირექტორს, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის თუ ცეცხლფარეშის განცხადება
გაცნობებთ, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი დამტკიц და 2024 წლის 12 ივნისს აქედან გამომდინარე ვთხოვთ გადაიხედოს სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები, ასევე სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები. ბოლოში ხელმოწერა სახელი, გვარი და რიცხვი. ანუ რადგანაც ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიცვალა, ამიტომაც სავარაუდოდ მისია, ხედვა, ღირებულებები და დაგეგმარების დოკუმენტაცია შეიცვლება. ეს განცხადება შედის დირექტორთან. ჩვეულებრივ ნახეთ, რომელიღაც სკოლის დირექტორის სახელზე. მე უკვე დირექტორთან რომ ეს განცხადება შევიდა, ამის შემდეგ დირექტორი ამ განცხადების შინაარსის განხილვას ავალებს სამუშაო ჯგუფს. და სამუშაო ჯგუფი, სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფი ანარგუმენტირებულად პასუხობს ინიციატორს, რომ შესაძლებელი არაფერი გვაქვს, აი თქვათ გასულ წელს შევცვალეთ ყველაფერი კარგადაა, თუ კი შემოვიდა განცხადება და თუ კი არ არის შეცვლილი ბოლო პერიოდში სტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტაცია, ანუ სკოლის ფილოსოფია, ამ შემთხვევაში იწყებს ახალი პროექტის შემუშავებას. ამ პროექტების ნახეთ ვერსიები, აი ნახეთ სტრატეგიული გეგმის ვერსია არის აქ წარმოდგენილი, რომელიც უნდა წაიკითხოთ აუცილებლად გულდაგულ და გაყვითრებულ ადგილებზე მიაქციოთ ყურადღება რაღაცებს და ასევე ერთწლიანი სამოქმედო გეგმაც. აი ნახეთ ეს გეგმის პროექტიც. აქ იქნება SWOT ანალიზიც გამოყენებული, იცით რომ ეს არის ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები. აი ეგ არის კონკრეტულად მოცემული მე უკვე, აი თქვათ ძლიერი მხარე სკოლაში რა არის პოზიტიური და წამახალისებელი გარემო, ეკოლოგიურად სუფთა ეზო, შემდეგ რაც შეეხება სუსტ მხარეებს, მაგალითად სასკოლო ცხოვრებაში რომელიღაც საფეხურის მშობელთა ნაკლები ჩართულობა. რაც შეეხება შესაძლებლობებს, ეს არის მაგალითად თქვათ იგივე დამატებითი შემოსავლების მოზიდვა, მოძიება, სასკოლო ფართის გაქირავება, კომერციული, ქორეოგრაფიული თუ სხვა ტიპის წრეების შექმნა და საფრთხეები არის მაგალითად არასტაბილური ეკონომიკური გარემო, ან თქვათ პანდემია, მოსალოდნელი პანდემიები და ასე შემდეგ. ეს SWOT ანალიზის წრილი რაც არის აქ მოცემული, რა თქმა უნდა თქვენი სკოლის მიხედვით უნდა გადმოაკეთოთ და არა ბრბად გადაიტანოთ. შესაძლოა რომელიღაცა რაიონში კი არის ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე ეზო, როგორც ძლიერი მხარე, მაგრამ ზოგიერთ ადგილზე საერთოდაც არ გვაქვს ასეთი ეკოლოგიური და სუფთა ეზოები და პირიქით დაბინძურებულია და ეს სუსტ მხარეებში ჩაითვლება. აქვე გვაქვს ეგრეთ წოდებული უწყვეტი გაუმჯობესების ციკლის დიაგრამა, ანუ ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული დემინგის ციკლი, ასეთი მეცნიერი გახლავთ, რომელმაც თქვა, რომ ჯერ უნდა დაიგეგმოს რაღაც სკოლაში, მერე უნდა განხორციელდეს დაგეგმილი. როდესაც განხორციელდება, ის უნდა შევაფასოთ და რომ შევაფასებთ რაღაცები კარგია, ძალიან კარგი და დავიტოვებთ და რაც არის გასაუმჯობესებელი, მას გავაუმჯობესებთ ახალი მოქმედებით. ანუ ეს გაუმჯობესების უწყვეტი ციკლი მუდმივად უნდა გქონდეს სკოლაში. ეს არ ნიშნავს ახლა იმას, რომ კიდე თუ არა რაღაცნაირად უნდა გადაიტანოთ სტრატეგიულ გეგმაში და ასე შემდეგ. ყველაფერი დაგვხვდებათ ადგილზე, გარდა იმისა, რომ შესაძლოა ზოგიერთი მონაცემი შესაძლებელი იყოს, მაგალითად, როგორც წეღან აღვნიშნეთ, შესაძლოა სკოლას ჰქონდეს დიდი მწვანე ეკოლოგიურად სუფთა ეზო, ან პირიქით პატარა ეზო, სადაც გამონაბოლქვი მანქანების ადვილად აღწევს თქვათ სათამაშო მოედანზე და ასე შემდეგ და ეს უკვე საფრთხეა. სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებში ყურადღება მიაქციეთ აუცილებლად წლებს, რომელიც მითითებულია იქა და ასევე სკოლის სახელწოდებას. თავისთავად ცხადია, ამ ბუნულებს როცა გახსნით, იქ დაგვხვდებათ შედარებით რაღაც ინფორმაციები შესაძლებელი, მაგრამ არა ისეთი, რომ მათი შესვლა თქვენ ძალიან გაგიჭირდეთ, რამდენიმე წუთის საქმე ესულა და რაღაც კორექტირებები რომ შეიტანოთ. ყველასთვის ერთიანი დოკუმენტის მომზადება წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ყველა სკოლა თავისი შინაარსით, მდებარეობით, მიზანსწრაფულობით და ასე შემდეგ არის განსხვავებული. რაც შეეხება ახლა მისიას, ხედვას და ღირებულებებს, ნახეთ ახლა აი ესეთი მოკლედ უნდა იყოს აუცილებლად ფორმულირებული სკოლის მისია, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც წაიკითხავს, არ უნდა ჩავარდეს საგონებელში, რა წერია აქ. აქ გვიწერია ეგეთი რამე, რომ ბავშვების პოტენციალი უნდა გამოვლინდეს და 21 საუკუნისთვის საჭირო კომპეტენციებით უნდა აღიჭუროს და გქონდეს მას გლობალური და ეროვნული ღირებულებების დაფასება. ეს არის ერთ-ერთი ორხაზნახევრიანი თუ ორხაზიანი მისია, რომელსაც ნებისმიერი მშობელი თუ ვინც არ უნდა იყოს წაიკითხოს და გაიგებს, რომ ესეთია.
ამ სკოლის მთავარი დანიშნულება, მთავარი მიზანი. თუმცა შეიძლება შეცვალოთ თქვენს ჭკუაგონებაზე ესა და დაამატოთ მაგალითად ჰუმანიტარული საგნების სწავლებით, უნდა აღზარდოთ ისეთი თაობები, რომლებიც ეროვნულ და მსოფლიო ღირებულებებს დააფასებენ. ან კიდე შრომით ბაზარზე იქნებიან კონკურენტუნარიანები და ასე შემდეგ. დავიმახსოვრეთ, რომ მისიაში არ არის მიზანშეწონილი გაკეთდეს აქცენტები ისეთ რამეზე, რაც ისედაც გვევალდებულება. აი მაგალითად, რომ მასწავლებლებმა გაკვეთილები რომ უნდა ჩავატაროთ, რომ მოსწავლეები იყვნენ დისციპლინის დამცველნი და შინაგანი წესის მოთხოვნებს ითვალისწინებდნენ სხვა. არ ჭირდება ესეთი რამე, ხოლო რაც შეეხება ხედვას, როგორც აღვნიშნეთ, ეს არის 5 ან მეტწლიანი მანძილი, რაღაც განაცხადი, რომლის მიხედვითაც სკოლას ექნება მისიის შესრულების თავისებური გზა. ხედვაში ასახული უნდა იყოს დროის პერიოდი, რამდენ წელიწადში ვაპირებთ ამ ყველაფრის განხორციელებას, განვითარების მიმართულება, ანუ რა მიმართულებით ვითარდებით და წარმატება უნდა იყოს გასომვადი. ზოგადად ხედვა არის მისიასა და 7 წლიან გეგმას შორის ერთგვარი შუალედური რგოლი, ესენი ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ ავსებენ. კარგად შემუშავებულ ხედვაში უნდა იყოს მოკლე და ნათლად გადმოცემული აზრები, ყველა მკითხველმა უნდა გაიგოს, უნდა იყოს მამოტივირებელი, ერთი კონკრეტული ორგანიზაციისთვის უნდა იყოს უნიკალური და არ უნდა იყოს კოპირებული და აუცილებელია ამბიციურობა. ამერიკის პრეზიდენტმა კენედიმ NASA-ს ხედვა ასე ჩამოაყალიბა. NASA გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო, აი კოსმოსურ რაკეტებს რომ უშვებენ ხოლმე კოსმოსში და კენედიმ ასე ჩამოაყალიბა ადამიანის გაფრენა მთვარეზე და მისი უკან დაბრუნება უსაფრთხოდ მიმდებარე დეკადის დასრულებამდეო. ანუ დეკადა არის 10 დღეში უნდა დამთავრებულიყო. თუ შევხედავთ, აქ არის მოკლედ ნათქვამი, რომ თურმე ამერიკელები უნდა გაფრინდნენ მთვარეზე. მოკლედ და ნათლად არის ნათქვამი. არის ამბიციურიც, მანამდე არავინ გაფრენილი არ იქა, ხო? მოგეხსენებათ, ამსტრონგი იყო ამერიკელი, ვინც პირველმა მთვარეზე ფეხით დაადგა. და თანაც ეს NASA-სთვის მართლა უნიკალურია, 10 დღეში გაფრენილიყო და გამოფრენილიყო ვინმე მთვარეზე ესეთი რამე ნათქვამი არავის ჰქონდა. რა თქმა უნდა, ახლა ასეთი რაღაცების დაწერა სკოლის ხედვაში არ შეიძლება, მაგრამ აი აქ არის ნაჩვენები, რომ რაღაც წლების განმავლობაში სკოლა იქნება მუდმივად ორიენტირებული მოსწავლეთა პროგრესირებაზე და ასე შემდეგ. და თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გამოიყენოთ თქვენი სურვილის მიხედვით. რაც შეეხება ღირებულებებს, ეს არის გუნდური მუშაობა, უფლებათა დაცვა, თანასწორობის დაცვა, სამართლიანობა და სხვა. აი აქ არის მაგალითად ჩვეულებრივ ჩამოთვლილი ღირებულებათა პუნქტები, შეგიძლიათ მაგალითად მოქალაქეობა და ტოლერანტობა ამოიღოთ, ან რაღაც დაამატოთ, ეს თქვენი ნება. აქ არც ერთის ამოკლებაც რომ არ გადაწყვიტოთ, მაინც ვერავინ შემოგეთავებათ. ერთი სიტყვით, სკოლის მისიის ხედვისა და ღირებულებების პროექტიც, რაც აქ არის წარმოდგენილი შეცვლილი ან შეუცვლელი ფორმით, შეგიძლიათ სასკოლო საზოგადოებას წარუდგინოთ, გააცნოთ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, მერე ან ოქმი, ან აქტი დაწეროთ და მიართვათ დირექტორს, რომ აი ესეთი რამე გავაკეთებთ. თუ სკოლის დირექტორმა ჩათვალა, რომ კარგია, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის თანხმობას გამოხატავს და ეთანხმება მისიის ხედვისა და ღირებულებების პროექტს, მაგრამ მისია, ხედვა და ღირებულებები არ მტკიცდება არავისგან, არანაირი ხელმოწერა მას არ ჭირდება და არც ბეჭედი. ჩვეულებრივ ეს შეიძლება დიდი ფორმატის ფურცლზე ხელითაც დაიწეროს, ამოიბეჭდოს და თვალსაჩინო ადგილზე გამოვაკლოთ სკოლაში. აი პირველ შესასვლელში ეს კარგად უნდა ჩანდეს. და ამავდროულად სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები, სკოლები MSG-ზეც უნდა ატვირთოს ნებისმიერმა სკოლამ. და ეს შეიძლება 20-30 წელიწადი ისე გქონდეთ მისია, ხედვა და ღირებულებები, მაშინ ცვლილებების შეტანა არ დაგჭირდეთ. ამიტომაც ერთხელ სწორად შედგენილი მისიის ხედვისა და ღირებულებების დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. მოკლედ, სკოლის ფილოსოფიის ეს ნაწილი, ანუ მისია, ხედვა და ღირებულებები, ისევე როგორც სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების პროექტები, სასკოლო საზოგადოებას უნდა გავაცნოთ, ოღონდაც. უკვე
სტრატეგიული ანუ 7-წლიანი და 1-წლიანი ანუ სამოქმედო გეგმები მტკიცდება დირექტორის ბრძანებით, განსხვავებით მისიის ხედვისა და ღირებულებების დოკუმენტისა. ის არ მტკიცდება, ეს მტკიცდება. ჩვეულებრივ დაწერს ბრძანებას დირექტორი, ბრძანება 2 დეფისი რომელიღაც არ იცვლი მერე, რიგითობით როგორც მოუწევს, რომ დამტკიცდეს სკოლის 7-წლიანი ანუ სტრატეგიული გეგმა, დამტკიცდეს 1-წლიანი გეგმა. ეს უკვე დირექტორის ხელმოწერით უნდა იყოს წარმოდგენილი. რაც შეეხება ახლა უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვაქვს დასამახსოვრებელი. მისიის ხედვის ღირებულებების შემუშავება და გაზიარება აუცილებელია სასკოლო სივრცეშიც, ანუ ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე და ასევე სკოლები MSG-ზეც, რომელიც გახლავთ პორტალი, სადაც ყველა სკოლა, კერძო თუ საჯარო არის დატანილი, იქ უნდა იყოს გამოტანილი ეს ღიად, იმიტომ რომ ადამიანს მაგალითად შვილს მოყვანა უნდა კონკრეტულ რომელიღაცა სკოლაში და ვერ მიდის იმ სკოლაში. მაგრამ სკოლები MSG-ზე ჩაწერს ამ სკოლის სახელწოდებას და წაიკითხავს როგორია მისია, ხედვა, ღირებულებების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები. ამით ნათელი წარმოდგენა ექმნება გონიერ და წიგნიერ მშობელს რა ტიპის სკოლასთან აქვს ურთიერთობა. სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია, რომელშიც აღნიშნულია სასკოლო საზოგადოებისა და ჩართულ მხარეთა პრიორიტეტების და ინტერესების გათვალისწინების მექანიზმები, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება და გაზიარებასაც გულისხმობს. ანუ ეს არ არის შესაშინებელი რამე, ძალიან მარტივად არის ყველანაირი პუნქტებრივად ჩამოყალიბებული და მეთოდოლოგიის დოკუმენტებში, როგორც არის სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია, შესაძლოა ფაქტობრივად არაფერი გექნებათ გარდა თქვენი სკოლის მაიდენტიფიცირებელი მოცემულობისა. მაგალითად, თბილისის 114 სკოლა და თქვა ჩაქვის ნომერ 1 საჯარო სკოლა, ან კიდევ ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლა, რა თქმა უნდა, არ წერს ერთსა და იმავე სკოლის სახელწოდებას, თავისას წერს და ეს არ უნდა შეგეშალოთ. შემდეგ, მისიაში, ხედვასა და ღირებულებებში, ასევე სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია. როგორც წესი, მისია, ხედვა და ღირებულებები თუ სწორად არის შემუშავებული, შეიძლება მან სკოლაში 20 წელიწადზე მეტხანს იმუშაოს, ვიდრე არ შეიცვლება კიდევ ქვეყანაში განათლების პოლიტიკის ისეთი დოკუმენტები, როგორც არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, პროფესიული სტანდარტი, კანონი ზოგადი განათლების შესახებ, ფუნდამენტურად და არა რაღაც პუნქტობრივად. რაც შეეხება მცირეოდენ ცვლილებებს, ამის შეტანაც შეიძლება და სრულიად შეცვლაც. მაგალითად, სტრატეგიული გეგმა თუ კი დაკარგავს თავის შინაარსობრივ საჭიროებებს და პოპულარობას, ის უნდა შეიცვალოს თავიდან ბოლომდე. ყოველ 3 წელიწადში ერთხელ სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფი შეაფასებს ამ ყველაფერს და იტყვის, რომ აი ყველაფერი კარგადაა და ვიტოვებთ კიდევ მომდევნო 4 წელიწადი. 3 წლის თავზე, 6 წლის თავზე შეფასდება და უკვე 9 წელი რომ აკლია მე-7 წლის შესრულებას, სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბრძანებით არის დამტკიცებული, იწყებს ახალ პროექტზე მუშაობას. თუ ძველი ამართებს, ისე იმ ძველს გაიმეორებენ, თუ რაღაცის შეტანა უნდათ ახლესე კი შეიტანენ. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და შეფასება, როგორც გითხარით, არის პერიოდული, ანუ სტრატეგიულ გეგმაში მონიტორინგის ისე რომ სამოქმედო გეგმაში მუდმივად წარმოებს, მაგრამ შეფასება ხდება სტრატეგიულ გეგმაში ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, ხოლო სამოქმედო გეგმა, რომელიც არის 1-წლიანი, სასწავლო წლის ბოლოს, ივნისის ბოლოს კეთდება ყველაფერი. მოკლედ, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში დირექტორის მოადგილეები არიან, ხოლმე წერენ ანგარიშს. ეს ანგარიში არის ძალიან მარტივი. როგორც წესი, თქვა წლიური ანუ სამოქმედო გეგმა არის ცხრილის სახით, ამ ცხრილის ბოლოში ვორდში ვუმატებთ ერთ სვეტს და ვწერთ სამნაირი სიტყვით შეფასებებს. შესრულდა, ნაწილობრივ შესრულდა, არ შესრულდა. აი მაგალითად გვიწერია ესეთი რაღაცა, სკოლაში კაპიტალური რემონტის ჩატარება. შეიძლება შესრულდეს იმ წელიწადში, შეიძლება არ შესრულდეს, ან ნაწილობრივ. აი ესე იწერება 3 სიტყვით სულ. ზოგიერთ პუნქტში ჩაიწერება შესრულდა, სადღაც ჩაიწერება არ შესრულდა, ან ნაწილობრივ შესრულდა. აი აქ არის ნიმუში ანგარიშისა, ჩვეულებრივ გაიხსნება ეგეც და ამის მიხედვით შეგიძლიათ გააკეთოთ ძალიან მარტივად. სამოქმედო გეგმის შესახებ ანგარიში სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ კეთდება ივნისის ბოლოს, რომელსაც წარუდგენს დირექტორს და დირექტორი უკვე საჯარო სკოლის შემთხვევაში წარუდგენს სამეურვეო საბჭოს, ხოლო კერძო სკოლების შემთხვევაში კი დამფუძნებლებს. მერე ესეც სკოლები MSG-ზე ჩვეულებრივ იტვირთება. აი ეგ არის ანგარიშის ნიმუში
და ვიმახსოვრებთ. შეცდომაა თუ მისია ხედვა და ღირებულებები ვიღაცის მიერ არის ხელმოწერილი ან ბეჭედი დარტყმული, ან ბრძანებაა გამოცემული, ან უქმია დაწერილი, ხოლო რაც შეეხება სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიას, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების უკვე მოწონებულ ვერსიებს ამტკიცებს სკოლის დირექტორი ჩვეულებრივი სტანდარტული ბრძანებით. არ დაგვავიწყდეს სკოლის ფილოსოფიური დოკუმენტები აუცილებლად უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი, მათი დამალვა არ შეიძლება. ყველას უნდა ქონდეს მასზე წვდომა. სკოლის ფილოსოფიური დოკუმენტები იცვლება მხოლოდ არგუმენტირებულად და არა ვიღაცის სურვილის მიხედვით. სკოლის ფილოსოფიური დოკუმენტების შეცვლა შეიძლება სასწავლო წლის ნებისმიერ დროს სასკოლო საზოგადოებასთან თანხმობით, რაც დაფიქსირდება უქმებით, ელექტრონული მიმოწერით, ფორმსის მონაცემთა შეგროვებით და ასე შემდეგ. სკოლის ფილოსოფიური დოკუმენტების შეცვლის საფუძველი უმეტესად არის განათლების პოლიტიკის ისეთი დოკუმენტების შეცვლა, როგორც არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, პროფესიული სტანდარტი და ასე შემდეგ. ძირითადად კი გახლავთ ხოლმე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. აი ახლა ნახავთ აქ არის სტანდარტის პირველი და მეორე კომპონენტი, ჩვეულებრივ. პირველი კომპონენტი გახლავთ მისიის, ხებისა და ღირებულებების აი ნახეთ კომპონენტი პირველი, სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები, კრიტერიუმები რა არის, რით ვუმტკიცებთ სახელმწიფოს, რომ გვაქვს. სკოლას გააზრებული აქვს საკუთარი ადგილი და როლი საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში, რომელზედაც შეიძლება პასუხისმგებელი იყოს ადმინისტრაცია, დირექცია, ხარისხის მართვის მენეჯერი. გააჩნია ვისზე არის აქ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, საჯარო სკოლაში ძირითადად დირექტორებია, ხოლო კერძო სკოლაში შეიძლება იყოს ხარისხის მართვის მენეჯერი ან ადმინისტრაციული პერსონალი. მოკლედ, შესრულების ინდიკატორები რა არის? უნდა გქონდეს სკოლას მისიის, ხებისა და ღირებულებების დოკუმენტი, რომელიც ზგემთან იქნება შესაბამისობაში. უნდა იყოს ეს, რა თქმა უნდა, აქვე უნდა გქონდეს სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია, რომელიც ზემოთ ბმულის სახით გვაქვს და უბრალოდ ამტკიცებს სკოლა თავისი დირექტორის ბრძანებით. აქვე არის SWOT ანალიზი, რომელიც ასევე გიჩვენეთ ზემოთ. სკოლის მისიის, ხებისა და ღირებულებების დოკუმენტი, რომელიც სკოლები ემისჯისა და სკოლის თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს აუცილებლად წარმოდგენილი ციფრული და მატერიალური სახით. სასკოლო საზოგადოების ჩართულობის აღმნიშვნელი ოქმი ან აქტი და სასკოლო საზოგადოების უკავშირიც უნდა ჩანდეს მასზე. აქვე გახლავთ ზუსტად იგივე მეორე სტანდარტის სკოლის დაგეგმა განვითარებაში. გვჭირდება იგივე რამეები, რომ თურმე 7 წლიანი გეგმა როგორ შემუშავდა და დამტკიცდა, 1 წლიანი სამოქმედო გეგმა როგორ შემუშავდა და დამტკიცდა, სასკოლო საზოგადოების ჩართულობითა და დირექტორის ბრძანებით, როგორ კეთდება ეს ყველაფერი. მეტი არაფერი არ არის აქ განსაკუთრებულობა, მინდა გითხრათ, რომ თანმიმდევრობა არ უნდა დაგერღვეთ არავითარ შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი ეს თანმიმდევრობა არ გვექნება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია უკვე სახელმწიფო შეიტანს ეჭვს. მაგალითად, თუ მეთოდოლოგიის დოკუმენტი არ გვაქვს სტრატეგიული განვითარების შემუშავებული და ისე დავამტკიცებთ ბატონო ჩვენი 7 წლიანი და 1 წლიანი გეგმები, ან წარუდგინეთ საზოგადოებას მისია, ხედვა და ღირებულებები, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს სრული უფლება ჩათვალოს, რომ ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც მართლაც ასახლავს სკოლის ფილოსოფიას. აი ეს იყო სულ რაც დღეს მე თქვენთან მინდოდა მეთქვა, 50 წუთზე მეტია ვსაუბრობ. მე ახლა უბრალოდ გავთიშავ ჩაწერის რეჟიმს, იმიტომ რომ იწყება კითხვა-პასუხის რეჟიმი და თქვენ სვამთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს მხოლოდ პირველ სტანდარტთან მიმართებით. მეორე, მესამე და მეოთხე სტანდარტზე შემდეგ დღეებში ვისაუბრებთ თავისთავად ცხადია.